მეცე და პოზიტივის ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ პოლიტიკური შეფასებები კეთდება ისევ თბილისში ოპოზიციას აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაკვირვებია, ნაწილი ამბობს, რომ ეს სამართლიანი ნაბიჯი იყო. მართო გუნჩი კი საპირისპიროს ფიქრობენ, შეგახსენებთ ტელეკომპანია იმედის და პოზიტივისთვის დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას და შეზღუდვებს ტრასტის სერვისებზე. განმარტება თუ რატომ დაასანქცირა ბრიტანეთმა ესა თუ ის ორგანიზაცია და ამ შემთხვევაში ეს ორი ორგანიზაცია ხო იყო ცხადი და იყო ნათელი და ეს იხილა საზოგადოებამ და ჩვენმა ხალხმა. მე მგონია რომ ისეთი სერიოზული ქვეყანა როგორიც არის ბრიტანეთი ასეთი სახის გადაწყვეტილებებს მიიღებდა მტკიცებულებებზე და ფაქტებზე დაყრდნობით ხო ამის შესახებ ბრიტანეთმა გააკეთა ცხადი და მნიშვნელოვანი განმარტებაც და ზოგადად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება არის ძალიან მძიმე და ამას რა თქმა უნდა ექნება განგრძობითი ხასიათი. იმ იმედისგან რაც იყო ადრე, არაფერი არ დარჩა, ეს გააკეთა ოცნებამ და ეს სანქციები არის პასუხი იმ პროპაგანდაზე, რომელსაც ეწევა ეს ტელეკომპანია და ასევე მეორე ტელეკომპანია ჩვენს ქვეყანაში იმაზე, რასაც ისინი უკეთებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ჰიბრიდულ ომში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა იმედის მიმართულებით, თუმცა ეს არის პასუხი იმ ყველაფერზე, რასაც აკეთებს დღეს ოცნება. დიდი ბრიტანეთის მიერ იმედის და პოზიტივის დასანქცირება ეს არის მათი სასოწარკვეთილი მცდელობა როგორმე აიძულონ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხალხი ხელი მოაწერონ იმ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო დაიღუპოს. ძალიან ღიმლის მომგვრელია ეს მათი ეს სანქცირება, რომ თურმე ეს ორი არხი ხელს უწყობს უკრაინის შესახებ დეзинფორმაციის გავრცელებას. პირველი ის, რომ ეს არის დიდი ტყუილი, არავითარი დეзинფორმაცია ამ არხზე არ არის არასოდეს გასული და რომ ის არხები კი, რომლებიც სწორედაც რომ დეзинფორმაციას ავრცელებენ არა მარტო უკრაინის შესახებ, არამედ ნებისმიერი საკითხის შესახებ, ისინიც კი საქართველოში ფუნქციონირებას განაგრძებენ. რატომღაც აი მათ შესახებ ვერ იცლის. განაყოფის დიდი ბრიტანეთის მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გაუხარდა მათ ემისრებს საქართველოში კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, მაგრამ ასევე იმედი გაუცრუდათ, რადგან ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მედიის თავისუფლების დარღვევაა და ეს რეალურად ვერავითარ შედეგს ვერ წარმოაჩობს და ამიტომაც დღეს მათი გახარება შეცვლილი არის მწუხარებით, რომ პრაქტიკულად არავითარი შედეგის მომტანი არ არის ეს ეგრეთ წოდებული სანქციები.